სანამ ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდოდა და სანამ დაიწყებოდა საუბარი ომის რაღაცნაირად შეჩერებას და ხანგრძლივ მშვიდობაზე, რომელსაც განსაკუთრებულ ხაზს უსვამდა ხოლმე ტრამპი თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იქამდეც არაერთხელ აღნიშნულა, რომ საქართველოს საკითხი ავტომატურად არის მიბმული რუსეთ-უკრაინის ომის ბედს, ხო? და იმ გადაწყვეტას, რომელიც ან იქნებოდა, ან არა. ნუ თავდაპირველად კონტურები ისე იკვეთებოდა, რომ რაღაც მოლაპარაკებების და შემდეგ ამ მოლაპარაკებების ლოგიკურ დასასრულის, ანუ ომის შეჩერების კონტურები ჩანდა. თუმცა მოგვიანებით ეს ყველაფერი გადაიხაზა და მეტნაკლებად აღარ დარჩა რაღაც ისეთი წინაპირობები, რომელიც აფიქრებინებდა ვინმეს, რომ ომი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში შეჩერდებოდა. პირიქით ჩვენ ხედავთ, რომ ომი გრძელდება. აი, რამდენად იქნება დამოკიდებული საქართველოს საკითხით დაინტერესება შემდგომ მოლაპარაკებებზე, რომელიც დაანონსა პუტინმა, რომ 15 მაისს უნდა შედგეს სტამბოლში. გასაგებია, რომ შეიძლება ომში ჩართვა აღარავის თხოვოს საქართველოს, მაგრამ უშუალოდ საქართველოს საკითხით დაინტერესება და აქ ისევ პროამერიკული ფლანგის გაძლიერება რამდენად იქნება მათივე ინტერესში, თუ ეს მოლაპარაკებები არ დადებს იმ შედეგს, რომელიც სახარბიელო იქნება ამერიკისთვის. პროამერიკული ჯგუფების გაძლიერების მცდელობა ყველა ვარიანტში იქნება საქართველოში. ის რომ რუსეთ-უკრაინის ომი ახლა ირღვევა, რომ არაფერი შეთანხმება ჯერჯერობით არ ჩანს და გრძელდება ომი, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც დაძაბულობა არ გაჩერდება და საქართველოს მთავრობას ამერიკა ზეწოლას გააგრძელებს. ამიტომ უბრალოდ მან ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოსზე ზეწოლა და საქართველოს მნიშვნელობა ამერიკისთვის არის ძალიან გადაჭარბებული ბევრის თვალში. ბევრს წარმოუდგენია, რომ საქართველო არის რაღაც უმნიშვნელოვანესი საკვანძო ადგილი ამერიკისთვის და საქართველოზე გადის იმდენად დიდი მნიშვნელოვანი რაღაც გეოპოლიტიკური საკითხები, რომ უკრაინა კი მიატოვა, მე ასეთი ანალიზებიც გამიგია სხვათა შორის ოცნების ანალიტიკოსებისგან, რომ უკრაინა კი მიატოვა, მაგრამ საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებს, იმდენად მნიშვნელოვანია და ეგ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს საერთოდ ნაკლებად მნიშვნელოვანი ქვეყანაა ამერიკისთვის. საქართველოს საერთოდ არ არის იმ მნიშვნელობის, რომ აქ რაღაც ეკონომიკის რაღაც გეოპოლიტიკური გამტარუნარიანობა და ასე შემდეგ აინტერესებდეს ვიღაცა. საქართველოს დანიშნულება არის სინამდვილეში უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია და საქართველოს ამერიკისთვის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთთან დაძაბულობა შექმნას. ანუ რუსეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი დააპირისპიროს უბრალოდ რუსეთთან და ამით დაასუსტოს. ანუ მთელი ჩვენი მნიშვნელობა მაგაში მდგომარეობს და ეს ჩანს კიდეც იმაში, რომ მთელი ეს ამერიკის დაფინანსებული ჯგუფები ერთადერთი რასაც აკეთებენ იმას, რომ რუსეთი უნდა ზრუნდეს საქართველოს მაგის გენერირებას ახდენენ. ხო, მეტი სხვა რაღაცა პოზიციების ფორმირებას არ ახდენენ. ეხლა დაემატა ის, რომ ჩინეთი მაგისტრალს აშენებს საქართველოზე, ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზის მაგისტრალს აშენებს საქართველოზე, რომელიც იქნება არა ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხის გამტარი, მაგრამ სათადარიგო სავაჭრო გზა იქნება ჩინეთისთვის, რომელიც საქართველოზე გაივლის და ეგ დაემატა ამერიკას, ეგ არ აწყობს. ამერიკა ძირითად კონკურენტად ჩინეთს მიიჩნევს, ჩინეთის სავაჭრო გზები წყლებზე, ოკეანებზე რო გადის, იმას ამერიკა აკონტროლებს და ხმელეთზე რო ეხა პროექტები წარმოიდგინეთ, რომ
ვაჭრობის გზები გახყავს, ეგ ამერიკას არ აწყობს და საქართველოზე ზეწოლას მაგ კუთხით ახდენს, რომ საქართველო არ გაატაროს. ეხლა ფაქტია, რომ აი ეს ანაკლი სპორტთან მიმართებაშიც რაღაც ამერიკიდან ძალიან დაინტერესება იყო, რომ ეგ პროექტი არ განხორციელებული იყო და ჩინეთისა არ ყოფილიყო. ამიტომ დაინტერესება საქართველოსთან მიმართებაში არ უნდა იყოს რაღაცა გადაჭარბებული წარმოდგენა, რომ ამერიკიდან არის. აი ამერიკა ეს ამ გზის მშენებლობა, რომელი გზაც არ უნდა, რამდენი მაგისტრალი და გამტარიც არ უნდა შენდეს და გააკეთდეს საქართველოში, რამდენი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს ეს, მით უმეტეს ჩინეთიდან. აი ჩინეთი რამდენად არის მსხვეველი საქართველოს უსაფრთხოების და იგივე კითხვა შეიძლება დაისვას ვიღაცები გამოდიან და ამბობენ ხოლმე რომ როცა 6 მილიარდი იდება ქვეყანაში ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ თითქმის მე-4 ქონებას კონკრეტული კომპანია არ ჩადებს ქვეყანაში რომელიც სახიფათო რეგიონშია რომელშიც არ არის სტაბილურობა რომელიც ტურბულენტურ მდგომარეობაშია პოლიტიკურად ასეთი განცხადებები ხო გვესმის ხოლმე და შემდეგ ოცნების პროპაგანდისტები ამას კარგად იყენებენ საკუთარი პოზიციების შესაფუთად, რომ უსაფრთხოების გამტარის, უბრალოდ უსაფრთხოების შემანარჩუნებელი და გარანტი სწორედ ეს იქნება, რომ კონკრეტული პროექტებიდან გამომდინარე საქართველოს უნდა იყოს ხელშეუხებელი ქვეყანა. ამ ეს რამდენად, ანუ ეკონომიკური ეს ინტერესი რამდენად ერწყმის პოლიტიკურ ინტერესს. კი, ეგ კარგი შეკითხვაა. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მეტად ვისაც წარმოუდგენია, რომ რაღაცა უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, სწორედ მაგ კუთხით წარმოუდგენია, დარწმუნებული ვარ ბევრს, რომ ხალხს გონია, რომ აი ეს რაღაც ჩადებული ინვესტიციები და აი ეს პროექტები, რომელიც ჩინეთის ხელა ქვეყნები, იგივე არაბეთი და ასე შემდეგ ეს პროექტები არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი და ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ უკრაინაში არის ომი. უკრაინაში ომი უკვე აღარავის აღარ აღელვებს, რომ გავიხსენოთ ომი რომ დაიწყო, რანაირი გამოხმაურება ჰქონდა და დღეს რანაირი ყურადღება ექცევა, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიცვალა სოფლიო შეიცვალა ინდოეთში ომი, ინდოეთ-პაკისტანს შორის რაკეტები მიფრინავს. ისე დაიწყო ეს ყველაფერი, რომ უკვე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენთან აქვე ახლოს ისრაელი, პალესტინა გენოციდი ხდება. მაგაზეც ეგეც უკვე ჩვეულებრივი მოვლენა. აქ უნდა გვესმოდეს. აი, ეხლა საქართველოს პირველ რიგში რა დასკვნაც უნდა გააკეთოს. აი, ხა ხვალ. საქართველოს ოკუპირება რო დაიწყოს. ვიღაცა რო შემოგვივარდეს. ამაზე რაღაცა ეს სოფლიო რაღაცა ისეც კი არის, ეს რა ხდება, რაღაც გაუგონარი რაღაცა წარმოუდგენელი რაღაც ხდება და ამას არავინ არ აიტანს. ასეთი მიდგომა აღარ იქნება. ძალიან სახიფათო პერიოდში გადავედით. უკრაინის ომმა გადაიყვანა სოფლიო ომების პერიოდია. აზერბაიჯანი, სასონხეთი, ისრაელში, პაკისტანი, აქ უკრაინაში გრძელდება ომი. არავინ წარბს არ იხრის ამის გამო. ხო და ეხლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა გზა გაიყვანეს და ამიტომ გარანტირებულები ვართ, ეგ იქნება უდიდესი იდიოტობა. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს, რომ საფრთხეები მხოლოდ გაიზარდა. ეხლა ხვალ რომ ჩვენი დაჩაგვრა რაღაცა სუპერ სახელმწიფომ გადაწყვიტოს, ჩვენი დამცველი არაფერი არ არის მაგ მდგომარეობაშია დღეს საქართველო. ამიტომ მე მესმის რომ ვიღაცებს ასეთი წარმოდგენები სიამოვნებს, მე შეიძლება მესმის რომ ვიღაცებს აი ვინც ჩართულია იქ
არაბებიდან მილიარდების შემოტანის პროექტებში, რაღაც ფულებში, ტრიალებს, ვიღაცებს შეიძლება უნდა ისეთი სურათი წარმოიდგინოს, რომ თან ფულს გააკეთებს და თან უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მაგრამ ეგ სისულელეა, ეგ ყველაფერი სინამდვილეში პირიქით, ეგ ყველაფერი ჩვენს უსაფრთხოებას პირიქით ამცირებს. ამიტომ ეგ წარმოდგენები არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ არავითარ შემთხვევაში, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა ჩინეთის მაგისტრალი, რაღაც ინვესტიციები და ასეთი პროექტები არის გარანტორი ჩვენი უსაფრთხოების. დარწმუნებული ვარ კიდევ ვიმეორებ, რომ ეგ არის წარმოდგენა ძირითადი. და არავითარ შემთხვევაში მაგ წარმოდგენაში არ უნდა ჩავარდეთ, საჭირო არის საქართველოს მხრიდან რეალურად თავისი ადგილის პოვნა, ბანაკებად არის დაყოფილი მსოფლიო და საქართველოს ამ რეგიონში თავისი ადგილის საპოვნელად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ყველა მიმართულებით.